დაახლოებით 100 კმ/სთ სისწრაფით მოხვდა ჩაქუჩი ამ კორპუსს. დაჯახებისასაც ზუსტად ესე ემართებათ ხოლმე მანქანებს. 150 ლარზე მეტი დამიჯდა ეს კორპუსი. აი ზუსტად ასეთნაირად ჩამოგვდის ხოლმე ჩვენი დღებავთ და მოყავთ ამ კონდიციამდე. ფრანგენშტეინობას აქვს ადგილი, იმტრევა მერე ვაკერებთ. ჯერ ის ლოდინი ორკვირიანი, როდის აქ ჩამოვა და მერე როგორი ხარისხის ჩამოვა არ იცი და ასე შემდეგ. ხოდან დღევანდელი ჩვენი ვიდეოც ზუსტად ასეთი კორპუსების დამზადებაზეა. ვაწყობთ ვაკუუმის აპარატს. დავიწყოთ ახლა ჩვენი იმის ვაკუუმის აპარატის გაკეთება და იქამდე უნდა გაგაცნოთ ჩემი პატარა მეგობარი, ახალი პატარა მეგობარი, უშო და მოკლედ უშო არის ინჟინერი, რაღაც ნახაზებს რას აკეთებ ხოლმე? კი ბატონო, ყოფაცხოვრება და სამრეწველო შენობა ნაგებობების. ხო და თუ ეგეთი რამე დაგჭირდებათ, მაგაზეც შეგიძლიათ მიმართოთ. მაგრამ ზუსტად უშომ დააპროექტა ის ყველაფერი, ასე ხა ვაკეთებთ, იმიტომ რომ მე მაგის გარტყმაში რო თქვა, არ ვიყავი თქო მთლად ეგრევე, ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ მოკლედ რა, უშოს დაპროექტებულია და ეხა დავიწყოთ ეს ყველაფერი და ჩემ პირველ რიგში ვნახოთ, რაღაცები ვიყიდეთ წინას არ მოვიტანეთ, თორე მაგას ცალკე ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ და დავაი ხა ჩამოთვალოთ რა დაგვჭირდა, როგორ და დეტალურად მოვყვეთ ყველაფერი ხალხს რა. ჩვენ გვაქვს ნახაზი, ეხა დეტალურად ჩამოგითვლით რა დაგვჭირდა, ასე ვთქვათ, რა დეტალები გვჭირდება ამის თავიდან ბოლომდე ასაწყობა და უშო შენ მიკარნახე, მე კიდე ყველაფერს დავალაგებ. ეს 4 ცალი რეიკა. რა სწორი იქნება, უკეთესია. იგივე სისქესი გამის, ოღონდ 65 სანტიმეტრიანები ეს 4 ცალი. ესეც 4 ცალი გვაქვს. ფანერები გვაქვს ერთი დიდი. იცადე ერთი წამი მოვასწრო. და ორი პატარა გვაქვს 80 სანტიმეტრი, 50 სანტიმეტრი. ეს 2 ცალი. მოკლედ, ვისაც მოგინდებათ ამის აწყობა, თქვენ შეგიძლიათ. ესე იგი, ბოლდ გაიკა თავის შაიბებით 10 ცალი. ეს თვითმჭრელების სამარეზებს რო ვეძახით ხოლმე. ანჯამა 2 ცალი. რა? ანჯამა. პეტლს ანჯამა ქვია? ანჯამა. აუ, მე ხო მაგრა ვჭედა ამ ქართული მემზე და ის ხო მასწავლეთ ზუმფარაო, არ ვიცოდი მე დავასარ. ასევე ვაკუუმის შესაქმნელად რეზინი. რო დაადებ და კარგად რო მე დაახლოებით 3 მეტრი ავიღეთ. ეს რა გვინდა? სკოჩი დაგჭირდება ბოდისთვის. გადავწყვიტეთ რომ რა თქმა უნდა ლეგენდარული ტრაქსას სლეშის ბოდი იმას ვქნათ, იმიტომ რომ ესე მითხრეს რომ შეიძლება გაფუჭდესო, მითხრეს რა ამ ძმა მითხრა და მოკლედ. ხო და ესეთები ბევრი მაგდა რომ გაფუჭდეს, ხო ხვდებით. ეს რა არის? ეს არის ქვიშა. კიდევ ანუ ეს ლექსანი გაჩვენეთ რა. ამის გამაპირებთ ეს დავტესტეთ უკვე და ძალიან ხარისხიანია. მოიცა მე რაც მიყვარს, თავარი. აი, ამით ვაპირებთ ვაკუუმის შექმნას. კი ბატონო. ხო და ამან და ეგ უნდა შევარჯოთ ჩვეულებრივ ტაშტში. საუნდა შევარჯოთ? აქ. მასლამაში უნდა შევარჯოთ? კი ბატონო. კარგი. იდეა რა არის? ახლა აგიხსნით რა. წარმოიდგინეთ, ვიღებთ ლექსანს. ეს ლექსანი ესე ჩერდება რაღაცაზე და ერთ-ერთი რაც არ გვიყიდია ჯერ, ეს არის რაც გააცხელებს ამას. ეს გაცხელებული ლექსანი, ასე ვთქვათ, მერე ყალიბი ფორმა რაც გვექნება იმას უნდა ჩამოეცვას და უკვე რო ესე გამდნარივით რო იქნება რა, ფაქტიურად სანამ ჩამოიღვენთება, მერე ეს გამოწოვს და მოკლედ ვიღებთ აი ეს ფორმებს, ხო და. ეხლა დავიწყოთ ამ ყველაფრის აწყობა. შეგიძლიათ რომ მოხდეს. ესე იგი ხა, კრავთ ჩარჩოს. რამას უნდა დაიჭიროს ჩვენი ამოჭრილი ლექსანი. ესე იგი, ეს რო გამოვა, დარწმუნებული ვარ, ჩემი ერთ-ერთი ყველა დიდი ჰობი გახდება. ისეთი ვიზუალები მაგ გეგმაში, აი ძალიან მაგარ რაღაცებს განახებთ, ოღონდ ჯერ გამოვიდეს. ხომ არა, ეს ჩამოცმის მომენტში რო გაჭედოს? ხო ხვდებით, ანუ იდეა რა არის რა ამას რო გამოძრავებ. ჩამოცმა გიწევს ამაზე და ისე არ უნდა იყოს, რომ მე ვერ მოასწრო და ის გაგიცივდეს რა, მთელი იდეა ეგ არის რა. ესეც ხო? ხო. ორივე უნდა გავხვრიდო? ესე იგი ზომები შეგვეშალათ. ხო და ამისთვის რას ვაკეთებთ? ვურეკავთ ბატონ ჯანოს და ძალიან დიდი მოწიწებით ვთხოვთ რომ მოგვიტანოს. როგორ ბრძანდებით ბატონო ჯანო? მაგლობ გენაცვალე გამდოთ. 10-იანი ბოლდ გაიგა 12 წელი. კი ბატონო, თავის შაიბებით.
ბატონი ჯანო მუდამ ჩვენ სამსახურში. ვერგაში ჩამოყალიბდი ახლა რა. აი, მაწამებს. ხან ორმაგიო, ხან ისო. მე გითხარი, კარგი იდეა. ეხა ეს დავასხოთ. დავადოთ. და შურუპები გავუშვათ, იცი როგორ, აი თავს ჩავაწევინებ ისე რა. მეც რო გამარკვიო და ეს ხალხიც რო გავარკვიოთ. ანუ ერთი ცალი ეს იქნება ქვემოთ. ეს ორი ჩარჩო შეკრავს ლექსანს. შემდეგი ეტაპი მეორე ფანერა უნდა დავაყო. არა, შემდეგი ეტაპი არის არხის გამოწერა. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და რაც მთავარია, ლაიქები. ეგ ეს მნიშვნელოვანია და მე პირობას გაძლევთ, რომ კიდე უფრო მრავალფეროვან ვიდეოებს გადავიღებ. სხვათა შორის ეხლა უნდა განახოთ ძალიან მაგარი რაღაც. რამდენს ნერვები გეშლებათ ხოლმე და ეხლა ნახეთ რა მაგარი რაღაც უნდა გაჩვენოთ. პრინციპში მეც მეშლებოდა ხოლმე ნერვები, სანამ არ ვისწავლე ერთი კარგი ტექნიკა. შელოცვები იცის. ბიჭო, ეს ის რო ამოტეხილი რო ვაკუუმიო და რა ვიციება. ვიცი რა საკეთებ? აი რატო შვები მაგას მეორე მხრიდან გვექნა? აი ისა ჯანო გვირეკავს, ჯანო. ხო ჯანო? 10-იანი მითხარით თუ 12-იანი გამოვიწყო. 10-იანი. ეხა ნახე რა მაგარი რამე გაჩვენოთ. ამაზე ხო ძალიან ბევრს გიწვალიათ აი ამის მოძრობაზე რა. და ნახე რა მაგარი ინსტრუმენტი გავაძრე, ნერვებს მიშლიდა ხოლმე მეც და ერთი უსებ ჰოპ, ვაიმე, ჰოპ. უყურე ხო ვერ ვქენი. არ არის კაი დაწებებული, მოიცა აქედან ვიზავ. ნახე, ეხა არ გამოვიდა ისე ეფექტურად მე რომ მინდა. შენი დედავატირე. აი, ესე ძირთად შემთხვევაში ესე არის რა, იშვიათად რომ კარგად ვერ გავაკეთო ხოლმე. შენი არა და სულ ეგრე ეფექტურად ვაძრობ ხოლმე ორ წამში. ამასობაში ბატონმა ჯანო მოგვიტანა ჩვენი გრძელი old guy-კაც და სექსუალურად არის? იმდენად რო არხის გამოწერას ვიმსახურებთ? ავისთავ. კაი, შემდეგი ეტაპი. ჩარჩოს მეორე ნაწილი. всё? გავუყარე. არ ვიცი. მაგასაც თავისებური ცოდნა უნდა ბატონო. ესე იგი, ახლა ჩვენ ვაკეთებთ უკვე იმის დამაგრებას, ლექსანის დამაგრება. შენი დედაც. აი, დაიჭერს მე მგონი მაინც. ჩვენ თუ აწყობთ, არ გატეხოთ ჩემსავით. ეხლა ვამზადებთ თვითონ ლექსანს მოიცა. კაი, ჯანზია ჩვენი ლექსანი. ამაზე ბოდით ფიგურები მოჭერვინეთ. მაგრატლით, პატარით. მართლა? დიახ. ანუ შენ რა გინდა თქვა, რომ შენი მოჭერა უფრო მოვათავსეთ. აი ზუსტად უნდა მოხდეს ამის გახვრეტა, რომ ჩამოეცმეო ეს ლექსანი ამ იმეებს. ბოლტებს. ასე ვთქვათ, ზუსტად უნდა დაემთხვეს და მე ესენი უკვე დაპრესავს და გაამაგრებს. ეხლა წევან შეგვეშალა და მეორე მხრიდან იმას ვქენით, ეხლა X-ებით აღვნიშნავ უკვე, იმიტომ რომ ამას საუნხარეს აქვს ცელოფანი. და ეგ ცელოფანი უნდა დარჩეს და ასე რომ წევან შეგვეშალა. ეხლა დავხრიტოთ და ნახოთ რა გამოვა. მე მგონი ჯამში სულ ყველა რო გავადიდოთ ოდნავ. პატარა თავისუფლება მიეცემა. მაინც უნდა გაწევდეს და ისე უნდა იყოს. კაი, მაშინ შევკრათ. რაღაც ეს რეიკები უსწორმასწოროა. ხო და კარგი იქნებოდა რომ სწორი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ალბათობის თეორიით მეტი შანსი გვექნებოდა, რომ უფრო კარგად გაგვეკეთებინა ჩვენი ვაკუუმის აპარატი და იმის შანსი მეტი იქნებოდა, რომ თქვენს არხი უფრო ისე ხარისხიანად გამოგეწერათ. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია არის. შაურმის აპარატები, ხო იცით? აი ეს სიცხე რო არის, აქ და ეს ხო ტრიალებს. ჩვენ შემთხვევაში ხორცი არა, მაგრამ იქნება ეს და ტრიალის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ აქედან ცხელდება და ამან სწორად უნდა იმოძრაოს. ამან რო სწორად იმოძრაოს, ჩვენ ამისთვის გვჭირდება პეტლები. დავამაგროთ პეტლები, აი განახებთ, ერთი აქ, მეორეც აი აქ დავუშვათ. აქ მე მგონი ყველაფერი კარგად ზისვა. აი ესე შეიძლება. всё, დავამაგროთ. ეს მზად არის. აი ნახეთ როგორ რაღაც გამოვიდა. შეხედეთ? ესეთი რაღაც გამოგვივიდა და ანჯამა რა? ანჯამა რატო არ თქვიო? კადრის მიღმა მეჭხუბება ბატონი უშო. ხო და ეხლა შემდეგი ეტაპი გვაქვს. კარგად რო შეიქმნას ვაკუუმი, აი ეხლა ამას აქ აი ეს. იმათ რა ქვია, როგორც კონტურს ესე გავაკეთებთ. ოღონდ ჯერ უნდა გავწმინდოთ უეჭველი. სხვათა შორის ბარემ აქვე გეტყვით რომ ვაკუუმის აპარატს მარტო კორპუსებისთვის არ იყენებენ, ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება ამის გამოყენება. მით უმეტეს თუ კრეატიული ხარ, შეიძლება ისეთი რაღაცისთვის მოიგონო
და ისეთი რაღაც გააკეთო, საერთოდ არავის არ უქნია პირობითად რა. არ მგონია რომ მარტო არსის მოყვარულებისთვის იყოს ეს ამბავი საინტერესო, რასაც ახლა ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ. ესე იგი, ესეც უკვე მზად არის. ახლა ჩვენ მაინც გადავამოწმოთ, რომ ყველაფერი ხარი იყოს კარგად დაწებებული და აბა დააფარე. ავარი არის რომ აი აქ დაეჭიროს ისე. ხო, მე მგონი კი. მე მგონი მართლა კაია. პეტლების კეთებისას აი ესენი დაგვრჩა. ცოტა გრძელებია და ბატონმა უშოვს 3 თითი ლამაზად. მე როგორც მივხვდი, წეგან ბატონი უშო შემეწინააღმდეგა, მაგრამ მე როგორც მივხვდი, აი ეს რაც უფრო მყარი იქნება, მით უფრო მარტივი იქნება ამის დაჭერა და რატო ნახეთ, მარტო აქეთ ამხარეს დააწვევი და ეს სიმყარე ერთიანად კარგად დაპრესავს. რა თქმა უნდა, რომ ეს ესე არის. წარმოიდგინეთ, ეხლა აქ ვაწვევი და იმიტომ რომ მყარი არ არის, ახლა ეს ადგილი მრჩება, ნუ აქაც ჭირდება რა დამატება რა. ხო და ერთი ფაქტი კიდე ის არის, ეხლა რას ვუყურებ, რომ ეს უნდა დაიდოს ორ ადგილზე, იმიტომ რომ ეს ნახე იმაში რო არის. ხო. კაი. ეს მზად გვაქვს, ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. უკვე თვითონ აი ეს ხრელები რაც აქვს, შეხედეთ, აი ეს ხრელები. აქედან უნდა მოხდეს ჩამოწავა ჰაერის. ხო და ახლა უნდა გავამზადოთ ეგ. კაი, გესქენთ. ახლა მოდი მომზადოთ ეს მხარე. ესე იგი, ახლა ვაცხელებთ ამ იმას. ოპა, რა ქვია, ორმაქ სკოჩს რო წებოვნება მოემატოს და აქ ცოტა ის გვაქვს. ხო, სველი და ეს გავაშროთ. ახლა უნდა მოვჭრათ აი ამისთვის ესეთი კვალი ხრალი უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ ამისი ისინი დავკარგე, რა ქვია, გიფსოკარდონს რო ემოშვება. ხო და ამიტომ ახლა უნდა ვიჩალიჩო, ცოტა უნდა ვიწვალო. ეგ არის, ახლა გავყვეთ საკანცელერიო დანით. იჭრება. ძალიან საწვალებელიც არ არის. ცოტა შეიძლება სიმრგვალე რთული იყოს, მაგრამ მე მგონი მაინც მოვახერხებთ. არა, აშკარად ამას რაღაცა უნდა მოუფიქროთ, რომ ესე იგი, მივედით იმ ეტაპამდე, რომ ფაქტობრივად მზად გვაქვს ყველაფერი, იმას უბრალოდ ცელოფანს რაღაცას დავუხოთ და ამას გავჭედოთ და ეხლა ბატონი უშა და ბატონი ჯანო წავლენ, რომ მოიტანონ ის რაც გააცხელებს ჩვენს ლექსანს. და პრინციპში მეტი რა დაგვრჩა? მეტი იდეაში არ არის. მეტი არაფერი. ერთადერთი ის რომ ჩვენ მაყურებელმა არხი გამოიწერონ. მე მგონი მეტი ჯერჯერობით არაფერი. სანამ ბიჭები მოვლენ, ახლა თქვენთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათხოვარი მაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი გულით და სულით ვცდილობ, რომ არსის სფერო გაგაცნოთ და გავაცნო მთელ საქართველოს. ეგ იყო ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს არხი გავაკეთეთ. აი ახლა კი დადგა უკვე ახალ ეტაპზე გადასვლის დრო და ამისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პირველად საქართველოს ისტორიაში და აი იმ დღიდან რაც არსი შემოვიდა საქართველოში გაკეთდეს ტრეკი. რეალურად ჩვენ ამ მანქანების რეალიზება არ მოგვიხდენია, იმიტომ რომ ეს მანქანები არ არის იმისთვის, რომ ესე უბრალოდ გაიყვანონ და ქუჩებში ატარო. გამომდინარე იქიდან, რომ მიწა უკვე მაქვს ლისზე დაახლოებით 2-3000 კვადრატული მეტრი, უკვე რეალობასთან ახლოს ვართ, რომ ეს მიზანი განვახორციელოთ. უბრალოდ უნდა ძალიან ბევრი ფინანსებია საჭირო და გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მყავს სპონსორი და გამომდინარე იქიდან, რომ მარტოს მიწევს ამ ყველაფერს კეთება, რა თქმა უნდა, უკვე ფიზიკურად რთული ხდება, რომ ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, გავწვდე. მე არასდროს არავისთვის არ მithოვია დახმარება, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა უბრალოდ ფიზიკურად სხვა გზა არ მაქვს და მინდა ყველას აბსოლუტურად ჩემს გამომწერებს, უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სფერო გიყვართ, სხვადასხვა კომპანიებს და საერთოდ მინდა ყველა ადამიანს გთხოვოთ დახმარება, ანუ ვისაც შეგიძლიათ დაუშვათ დონაციის სახით და დაბლა იქნება კომენტარებში მითითებული ანგარიშის ნომრები და ასევე ვისაც შეგიძლიათ რომ დამასპონსოროთ, აი აბსოლუტურად ყველანაირ საუბარზე მოვდივარ, ოღონდ ამ მიზანს მივაღწიო, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრნაირი სახით შევძლებთ იმას, რომ ვითანამშრომლობთ, სპონსორებს მოგმართავთ. მოკლედ, ერთი სიტყვით, იდეა არის ესეთი, რომ გაკეთდეს ტრეკი, ჩატარდეს შეჯიბრებები, იყოს ადგილი, სადაც მოხვალთ, ვისაც არ გიტარებიათ, საშუალება გექნებათ, რომ ატაროთ მანქანები, ნახოთ, უფრო ახლოს გაეცნოთ ეს სფერო და ბევრად უფრო კარგად
შევიგზნოთ აი ამ სფეროს იდეა და აბსოლუტურად ის ყველნაირი ადრენალინი, რასაც ვიღებთ ხოლმე. მოკლედ იმედია რომ ამ მესიჯს აუცილებლად მიიტანთ გულთან ახლოს. ახლა კი რაც შეეხება ჩვენს ვაკუუმის აპარატს დავუბრუნდით. ოპა, ბიჭებიც მოვიდნენ და აი ხელ ნახოთ რა ები მოგვიტანეს. ესე იგი ერთი გამათბობელი დავიმატეთ. ეს ფეხებია, ხო? მოდი ახლა რომ დამტოვე, მოდი მომიხმარე. აქ რა გვაქვს? შესაძლებლად წერო. ეს რისთვის? ამაში უნდა გავხსნათ რომ უფრო შეჭიდილი. ოკეი, ეს რა? ფორმაგის ვაჩე. ზეთ ხელი ვერ ნახეთ? ხელები აგერ ბატონო. ბოდიში. აბადიეთ მიმაჩმორეს. ფოლგებს ვიყენებთ რისთვის? ცით ეს რომ აინთება, აქ ესე გავაკეთებთ რომ მაქსიმალურად აქეთ იქით არ გაიფანტოს ეს სიმხურვალე და შეიკრას და ასე შემდეგ. კაი, ეხლა რას ვაკეთებთ? შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი ეტაპი უნდა შევაზავოთ და ბოდიშს ჩავდებთ აქ ქვიშაში. ერთი სული მაქვს, პატარა ბავშვი თუ არ, ერთი სული მაქვს, როდის აიწყობა ჩვენი ვაკუუმის აპარატი და კიდევ ერთი სული მაქვს, როდის ავალ 40000 გამომწერზე, იმიტომ რომ როგორც ყველა ვიდეოში გახსენებთ და გვპირდებით, ძალიან საინტერესო გათამაშება გელით. გათამაშება სახელად შეჯიბრით თქვენი მონაწილეობით. ასე რომ მიაქტიურეთ. ესე იგი, ეხლა ვცდილობთ რომ გავამყაროთ ჩვენი კორპუსი, რომ ფორმა არ დაკარგოს. ამ კორპუსს ჩავდებთ თვითონ მიწაში. მე მგონი ყველაზე რთული ნაწილი ეს არის რა. ჯებირები გავუკეთეთ ახლა. აქ რომ ჩაისხმევა ის აზელი რა ქვია იმას. წებოცემენტი რომ არ გადავიდეს, იმიტომ რომ როდი ზოგადად იბეჭდება რაღა იყო და კეთდება ფლიანზე და ამეებს მე უკვე შენ ხელი ჭრი რა. კაი, მოკლედ ეს მზად არის, ეხლა მიწა გვინდა და მოკლედ მივყვეთ ეტაპებს. ესეც გვაქვს. აბა! ეხლა ვიწყებთ ნელა ბოდის დამაგრებას. დავასრულოთ. წყალს უფრო მეტი შეჭიდულობა აქვს ზოგადად. იდეაში ტალახი გჭირდება. ამას აქ ტალახს თამაშობთ? აუ. ბავშვობის მე რაც არ გვიქნია, ეხლა ვშვი. რა არის? ბევრია, მაგრამ მაინც ქვიშა გვინდა და კიდე. მე მეგონა რომ მართლა რაღაცას ვაკეთებ, თურმე ტალახში თამაში. პასკასაც ხო? მე დამაკვდა ტალახის აბაზანები, კაცო. ძალიან გიხდება. ურეკს ხო ვცნებობდი? ურეკს დამყოფიან ვარო თუ რაღაცა. ო, ზღვაზია რო დამყოფი და. აი. გემოვნებით. ქვიშა გემოვნებით, კაია. ეხლა მეტყვი წყალი დამაკლდაო, ეხლა წყალი და მიდი და აივსება აქ. ფერი არ დამაკვდა და კაია ძა. მზად არის? ცოტა ბოდის ფორმას მივცემ. აბა ერთი ვნახოთ, როგორ მისცემ ბოდის ფორმას. ეს უფრო თხუნელად ამოთხრეს გავს. ეს ბოდის ფორმა არის. წინდა უკან. დავიწყოთ? ო, просто ამ ხელებით ვერ შევეხები, რაცი შენ. ხო. ბოდის ფორმა თუ გინდა რომ მივიღოთ, შუაგული ამომივს, აი, რასაც ვერ შევეხეთ. შუა მეთქი და პანჭარა. შუა, იმენა შუა, ხო? შო, კარგი, მაცადე. ძართული ამბავია ეს, ხო არ ხადაო? ხო, გარშემო ქვიშა. რემბოსისენი გავუკეთო ზოლები. მე მგონი ქვიშა ყოფნის. ეხლა მე გავაფრენ ალბათ. ესე იგი, მიწა იმას ქვენით ჩავყარეთ. მე მგონი ნახეთ, ბოდი გამაგრებულია მეტნაკლებად. თითქოს კარგად მივდივართ. ერთი შეხედვით. ზეთს უსვამთ იმისთვის, რომ ის წებოცემენტი რაც შიგნით ჩავა, ისე რო არ მიეკრას, რომ მე ვეღარ ავაძროთ. მანქანის ზეთია ჩვეულებრივი. თქოს რაღაცა იმას ჯადოს ვამზადე. არ მიიკრავს ჩვენს იმას, რა ქვია, წებოცემენტს. იმენ და წებოცემენტი ვერ დავწერე. წებოცემენტს პლუს ხის წებო. ჩაასხი, მიდი. ურა გემრიელია. აჰა, ბებო გენაცვალოს. აჰა. ესე იცი როგორ ვიდი აქ აი შოთის პური მინდა გავტეხო და აი ესე ამოვიღო და ამა. ეს გაკეთებული კი არ არის, ეს ფუსკარი ჩემი ჯგუფის დაკრულია. ჩვენ დავწერეთ რა და პროსტა ჩაუგდეთ AI-ს და სანამ ჩავწერდით. მოიხოდა. ეხლა უნდა სამშენებლო სეტკა და არა სკოჩი, რომ შეკრას და არ დაიშალოს ჩვენი ის. აუ ეს ადგილი. საერთაშორის ბარემ რადგან ჩავრთე ჩემი მუსიკები, პატარა სპოილერსაც გავაკეთებ ძალიან მალე. ჩემს მეტალ ბენდთან ერთად მიხილავთ. მოკლედ ვუბრუნდები ჩემ მუსიკას.
ვინც არიცით, უკრავ დრამზე ძალიან ბევრი წელია. აღარ შეშვებული ვიყავი მუსიკაზე რა. ასევე სხვათა შორის სკოლა მაქვს მუსიკალური Georgian Drum School. შეგიძლიათ დასერჩოთ, სადაც ვასწავლით სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას. Solfeggio, რავი, ფორტეპიანო, დრამი, რავი, ყველაფერი და შეგიძლიათ ისიც ნახოთ. მიდი უშო, მიდი! აუ, მაგარი ძნელია, იცოდეთ. თუ ესეთი რამეს გაკეთებას დააპირებთ, იცოდეთ დილის 10 საათზე გამოხვალთ, ეხა არის სადღაც 7 კი არა და 6 თუ რაღაცა არის, მოკლედ და ჯერ კიდევ სადღაც იდგებით 1 საათი. მოკლედ, ერთი მთლიანი დღის ბაზარი არის ამის გაკეთება და ალბათ ცოტა მეტი ეხლა კიდე ვიდეოში ვჩქარობთ. ხო. ეგეთ თქვა. კი. ხო, ვიდეო რომ მალე მორჩენილიყავით, დავაჩქარეთ ყველაფერი და ისე აი ძალიან იდეალურად რო გააკეთო, 2 დღე გინდა რა, ხო, აშკარად. მაგრამ შედეგი მაინტერესებს ცუდად ვარ და ის მაინტერესებს კიდე ამ ვიდეოს რო დავდებ, რამდენი გამომწერი მომემატება, ასე რომ დააჭირეთ იქ subscribe რო აწერია დაბლა. როგორც იქნა გავავსეთ წებოცემენტით ჩვენი ბოდი, წესით ფორმა არ დაკარგვია და იმედია რომ გაამართლებს. ეხლა ერთი ღამე დაჭირდება ამას სრულად რომ გაშრეს და ხვალ დილას უკვე დავიწყებთ პირველი ბოდის გაკეთებას. თქვენ კი შეგახსენებთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარისღილაკი და ჩემგან კარგი და საინტერესო ვიდეოები არ მოგაკლდებათ. აბა, ხვალამდე. დამძინარევის სახე, კი არა და ვერ გამოძინებული სახე და მეორე დღე. აი ხა ბიჭებმა გადმოდეს ეს გარეთ. მე მგონი გაშრა და შევიტანოთ და ნახოთ რა გამოვიდა. მოდი მარტო ვერ ვიზავ, კაი მძიმეა. დიდებული მომენტი. აი, წავიდა ხა ესენი ჩავხსნათ ჯერ პირველ რიგში. ვა, იმან იმუშავა. რა ქვია? არა. ზეთმა. ვაუ, ბიჭო, რა კარგი ფორმა მივიღეთ, ხო არ გადაო? ერთ-ერთია. ჩაარტყი. არ ვარ დარწმუნებული რომ 100%-ით მშრალია. ეხლა გადავდებთ მზეზე, ალბათ 1.5 საათი მაინც დაველოდებით. და აი რომ დავრწმუნდებით 1000%-ით რომ გაშრა, მე შეგვიძლია ცოტა უკვე დამუშავება. პრინციპში დამუშავება ეხლა ჯობია, სანამ სველი ვით არის. ხო, ეხლა დავამუშავოთ და ხელდება ცემენტი. მოიზე რითი მოვაწვე ამას. ესე იგი, ეხლა ვაკეთებთ ეს რაღაც. 2 ცალი, ეს პლიტა, გამათბობელი. უნდა დაიდგეს ისე რომ ესენი გააცხელოს, ესენი კი არა ეს გააცხელოს კარგად. ოღონდ აუცილებელია რომ ეს სიცხე შეძლების დაგვარად უნდა გადანაწილდეს კარგად. ისენიც ვიყიდეთ, რა ქვია, ფოლგებიც, სავარაუდოდ მაგას გამოვიყენებთ, რომ არ გაგვეშალოს და ნახოთ. შემდეგი ეტაპი, ეხლა უნდა მოვაგვაროთ ჩვენ გამათბობლები მზად არის. როგორ შევარჯოთ ის რა ქვია, ტორსასრუტი ისე რომ ჰაერი არ გაეპაროს. ხო, აი აქ უნდა გაკეთდეს რაღაც ისე რომ რას ფიქრობ, რითი გავაკეთოთ შენ უშო? მე ისე პირველ ვერსიაზე გავჩერდები. ტორსასრუტის იმას დავახოვთ, ქაღალდს. ხედავ რა შევა, კი არ შევიდა. თავზე უნდა დაგეხვიო მაგას. მაგას არის ზახტი, იგი ხა მითხარი. მოიცადე. ეხლა ნახე რა ხო. ჩვენ ხო ახლა ტვერს ხო არ ვიღებთ. ეხლა ნახე შენ გაურმაგებ. მე მგონი ნორმალურად მიდის ყველაფერი. რაღაც ამან დაიჭირა 100-ია თუ ისეა, რა ვიცი. ესე იგი ამების მეშვეობით ვცდილობთ რომ ეხლა შევკრათ ფოლგა, რომ ეს სიმხურვალე მაქსიმალურად შევკრიბოთ. ნახოთ რა გამოვა. ისინი ესე ნიკას გაკეთებულ დენსკვიტებს ვენდოთ. ორი გამათბობელი და პლუს მაგას ერსასრუტი, ხო? კულმინაციური მომენტი. მოიყვანე. ეხლა ვაკეთებთ ნახურეტებს, რომ მაქსიმალურად აი ისეთი ძალიან ესეთი ფორმიანი ადგილები სადაც აქვს ამ ჩვენს ყალიბს, რომ მაქსიმალურად იქაც ჩამოწოვოს ეს ლექსანი. ოდნავ მაინც რაღაცა ვერ ვიცმენთ რა ერთი სუმე გვაქვს მოკლედ როდის გავაკეთებთ და
მაინც გადავატაროთ ეს ხელი, რომ თუ რაღაცა არის ბოლომდე გააშროს რა. და დადგა ჟამი აღსასრულისა. თუ შეიძლება ბატონო უშო და ბატონო სანდრო. ვაიმე, ნეტა რა გამოვა. ლამაზად კი გამოიყურება ეგ ხერი, ჰა? სუახალი ნაყიდი გამათბობელი გაგვიფუჭდა. ჩემი ოპერატორი მეუბნება დრამა შევქმნათ და დრამას რა თუ და შექმნა ისედაც დრამა. რა გავაკეთოთ ახლა ბიჭო? ჰოპლი წამოიღო. ზამთარში მაინც გავგეთებინა ეს ყველაფერი. არა ბიჭო, ამას დიდი გის უნდა რა, აშკარად რა. ესე იგი, უშო წავიდა და ჯანოც რა თქმა უნდა და მოგვიტანა იმას გავს რა ქვია ეს ანტენას გავს რა თებში ანტენაო თუ რაღაცა რო არის. აჩა. არ ფსარიზავს მაგის შენ. ერთი სიტყვით ხენენელა გამოცდილებას ვიძენთ. ეს არასწორი არის, აუცილებლად აი შაურმის ვარიანტში რო არის, ეგენი არის საჭირო იცოდეთ. გამომდინარე იქიდან რომ არათანაბრად მოხდა, ასე ვთქვათ, ამის გალღობა რა და თუ სადმე პატარა რაღაც დარჩება მე ის არ არის მორგებადი დრეკადი არ არის და შესაბამისად ვერ იღებ სათანადო შედეგს. ეხლა მოდი ვნახოთ რა გამოგვივიდა. Вообще იმის ფორმი ვარ. და მოიქნახო. ჩვენი პირველი შედეგი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ის, რაც საჭიროა, ლაითი დეფექტები აქვს. ესე იგი, ოდნავ მეტი დამუშავება არ აწყენს, იმიტომ რომ მოდი ახლოდან ვაჩვენოთ. აი ეს წინწკლები არის, რომელიც იდეაში მერე და მერე აღარ უნდა იყოს. მოდი ახლა რა გავაკეთოთ? საინტერესოა. მოკლედ საბოლოო შედეგი ვნახოთ. ამ პირველი მცდელობის რა თქმა უნდა, მომდევნო მცდელობები ბევრად კარგი გამოგვივა. არა, მაინც არა უშავს დასაწყისისთვის და პირველი ნაბიჯისთვის. წავა. მოკლედ, პირველი მცდელობა ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან წარმატებულია, მაგრამ წარუმატებელიც არ არის, ჩემი აზრით. რა ვიცი, ფორმა მივიღეთ რა. ფორმა მივიღეთ იმის და მივხედავთ, რომ არ გქონდა კარგი ის რა ქვია, გაცხელების საშუალება. უბრალოდ შევცვლით გაცხელების საშუალებას და რაც თავარია, მე მგონი ჩვენ მამატრისამ გაამართლა იდეალურად. ხო, ეგ არის ერთადერთი ის დაგვრჩენია ახლა ჩვენ რომ შევიძინოთ კარგი გამათბობელი. კიდევ ის რომ თქვენ არხი გამოიწეროთ, არის ღილაკიც გააქტიუროთ და რა თქმა უნდა ლაიქიც და შემდეგ ვიდეოებში მხოლოდ ესეთი არ იქნება, ჩემ ვერსიებსაც შემოგთავაზებთ და მოკლედ მომავალ ვიდეომდე.